გამარჯობა. Ultra თანამედროვე, გამორჩეული და ინოვაციური. სწორედ ესეთია Nothing-ის гаджеტები, რომელსაც დღეს განვიხილავთ. იცით, რასაც შეგახსენებთ, გამოიწერეთ Zoom-ის არხი, რათა არ გამოტოვოთ ტექ სიახლეები. Make tech great again. სწორედ ამ მისიას ემსახურება ბრენდი, რომელიც 2020 წელს დაარსდა. Nothing-ი თავის მომხმარებელს თავაზობს ალტერნატივას, რომელიც ღირსეულ კონკურენციას უწევს mainstream ბრენდებს. Nothing-ი ქმნის პროდუქტს, რომელსაც აქვს იდენტობა. დახვეწილ ვიზულთან ერთად მისი პროდუქტი ფუნქციონალურიცაა. ხო და ჩვენს reviews ამ headphone-ებით დავიწყებთ. Let's go. ეს არის პირველი headphone Nothing-ის ბრენდის ქვეშ. ყურსასმენების დიზაინი გამოარჩევს მას სხვა ყურსასმენებისგან და არ დაკავწოთ, რომ ეს гаджеტი გარკვეულწილად თქვენი ყოველდღიური აქსესუარი ხდება. თუმცა ბრენდი მარტო ამით არ შემოიფარგლა. იმისთვის, რომ მომხმარებლისთვის დასამახსოვრებელი აუდიო გამოცდილება შეეთავაზებინა, ამ ყურსასმენების შექმნისას Nothing-მა გადაწყვიტა ეთანაშმოლა კეფთან, რომელიც ცნობილი ბრიტანული hi-fi სპიკერებისა და აუდიო მოწყობილობების ბრენდია. ამ ყურსასმენის ფუნდამენტალური თვისებები is on point. მე მართლა არის ხო? დავიწყოთ იმით, რომ ყურსასმენის კონსტრუქცია წარმოადგენს მეტალისა და პლასმასის იდეალურ მიქსს. ამგვარად headphone-ები მყარია, მოქნილია და ძალიან კომფორტულია თავზე. პროდუქტის გატესტვისას ხანგრძლივი მოხმარების მიუხედავად დისკომფორტი საერთოდ ვერ ვიგრძნივ. ერთი ნიუანსი, რაც გასათვალისწინებელია, არის ის, რომ ყურსასმენი არ იკეცება, თუმცა მას მოყვება кейსი, სადაც დაცულად შეინახავთ ყურსასმენებს და მის აქსესუარებს. Nothing-ის ყურსასმენები აღჭურვილია 40 მმ-იანი დრაივერებით, რომელიც 20 Hz-დან 40 kHz-ის სიხშირის დიაპაზონთან ერთად უზრუნველყოფს სრულყოფილ სუფთა და მკაფიო საუნდს. 6 მიკროფონის საშუალებით ქოლებში თქვენი ხმა ისმის სუფთად და ყურსასმენს შეუძლია აქტიურად დაახშოს გარშემო ხმაური. თუ კი noise cancel-ი არ გჭირდებათ, შეგიძლიათ ყურსასმენი ambient რეჟიმზე გადართოთ. Bluetooth 5 და 3-ის დახმარებით თქვენ ღებულობთ სტაბილურ უსადინო კავშირს თქვენს მოწყობილობებთან. არ დაგავიწყოთ, რომ ჯეკითაც შეგიძლიათ დაუკავშირდეთ წყვილს. Headphones მუშაობს დაახლოებით 35 საათი ხმауრის დახშობის რეჟიმში, ხოლო ამ რეჟიმის გამოყენების გარშე საშუალოდ 80 საათი. ასევე ვიცოდეთ, რომ 5 წუთით დამუხტვა საკმარისი იმისთვის, რომ ყურსასმენმა 2-3 საათი იმუშაოს. ყურსასმენი არ იყენებს touch controls და აქვს ფუნქციური 5 ღილაკი. მიუხედავად იმისა, რომ ადვილია მარჯვენა და მარცხენას გარჩევა, საციებს ცოტა არ გაგვემართლა, იმიტომ რომ ყველა ღილაკი ყურსასმენის მარჯვენა მხარეს არის განლაგებული. პირველი, რა თქმა უნდა, გვაქვს ჩართვა-გამორთვის ღილაკი. აქვეა განლაგებული დამტენის Type-C პორტი, status light-ი და 3.55 მმ-იანი აუდიო ინი. იმისთვის, რომ ყურსასმენი pairing mode-ში გადავიყვანოთ, დააჭირეთ ამ ღილაკს 2 წამი, იქამდე, სანამ ღილაკი ციმციმს არ დაიწყებს. ასევე, თუ კი გინდათ საუნდის თქვენს გემოვნებაზე მორგება, შეგიძლიათ გადმოწეროთ Nothing X app-ი, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც iOS-ზე, ასევე Android-ზე და აქვე შეგიძლიათ ღილაკებისთვის ფუნქციების შეცვლაც. ამ ღილაკზე დაჭერისას შეგიძლიათ გააქტიუროთ AI voice ასისტენტი, თუმცა აპლიკაციაში შეგიძლიათ ეს ფუნქცია შეუცვალოთ. სლაიდერით არეგულირებთ ხმას, ერთხელ დაჭერეთ აპაუზებთ, დიდი ხანი თუ კი დააჭერთ, შეგიძლიათ გადაიყვანოთ гаджеტი noise cancel ან ტრანსპარენტულ რეჟიმზე. ამ ღილაკით კი შეგიძლიათ გადახვიდეთ შემდეგ ან წინა ტრეკებზე. საბოლოო ჯამში Nothing-ი ხელმისაწვდომად გთავაზობთ კარგ იზოლაციას, სუფთა საუნდს და თანამედროვე დიზაინს. შემდეგი და ესეც Nothing-ის პირველი ფლაგმანი Nothing Phone 3. არის თუ არა ეს ფლაგმანი პოპულარული ბრენდების ღირსეული კონკურენტი? მოდი გავარკვიოთ. ამ მოდელს აქვს 6.67 დიუმიანი flexible AMOLED ეკრანი და გლუვი 120 Hz-იანი განახლების სიხშირე, რაც დახვეწილ მაღალი ხარისხის ვიზუალს იძლევა. Nothing-ის Phone 3 იყენებს Snapdragon 8S Gen 4 პროცესორს. ანუ smartphone დაცულია გადახურებისგან, მოიხმარს ელემენტს ეფექტურად და გთავაზობთ შეუფერხებელ multitasking-ს. Snapdragon-ის ჩიპსეტი მუშაობს Adreno 825 GPU-სთან და უზრუნველყოფს პრემიუმ გამოსახულებას ეკრანზე, რაც განსაკუთრებით ველშესაცემია გეიმინგის დროს. ეს ჩიპსეტი 2025 წლის ფლაგმანურ ჩიპებში საუკეთესო არ არის. თუმცა მისი შესაძლებლობებით ტოპ პერფორმერებს დიდად არ ჩამოუვარდება. Nothing Phone 3 იყენებს Nothing OS 3.5-ს, რომელიც დაფუძნებულია Android 15-ზე და უზრუნველყოფს თანამედროვე და სუფთა პროგრამულ გამოცდილებას. ერთ-ერთი მთავარი highlight-ია სწორედ მისი ხანგრძლივი პროგრამული მხარდაჭერა. Nothing იკპირდება 5 წლიან ოპერაციულ განახლებას და 7 წლიან უსაფრთხოების პატჩებს, რაც იშვიათია Android smartphone-ებში. Smartphone იყენებს 5500 მAh-იანი სილიკონ კარბონის ელემენტს, ზოგადად ამ ტიპის ელემენტები გამოირჩევა გამძლეობით და ენერგოეფექტურობით. ინტენსიური გამოყენების ფარგლებში smartphone იძლევის დაახლოებით 1 დღე, 65 ვატიანი დამტენის თავით სრულად იტანება დაახლოებით 45 წუთში.
Nothing-ის ყველაზე ფლაგმანური ატრიბუტია მისი კამერა. მიუხედავად იმისა, რომ მისმა არატრადიციულმა განლაგებამ ზოგიერთებით დაბნია, არ დაგავიწყდეს, რომ ეს ბრენდი ქმნის იდენტობას და არ ცდილობს დაწესებულ საზღვრებში მოქცევას. 4-ვე კამერა 50 მეგაპიქსელიანია. კი, ყველა წინაც უკანაც ყველა ultra wide კამერა განსაკუთრებით კარგად იჭერს დეტალებს, ფოტოებს აქვს მკვეთრი და დეტალური გამოსახულება. Micro-shot-ები კი განსაკუთრებით კარგად გამოსდის. Nothing-ი დაიმშვიდობა Glyph Light-ებს და თავის პირველ ფლაგმანში შემოიტანა ახალი ატრიბუტი Glyph Matrix. Glyph Matrix smartphone-ის უკანა მხარეს განთავსებული LED dot მატრიცაა, რომელიც აერთიანებს ფუნქციურობას უნიკალურ ვიზუალთან. საშუალებას აძლევს მომხმარებელს მიიღოს ინტერაქციული შეტყობინებები აპლიკაციიდან. ნოტიფიკაციებისა და smartphone-ის ინფორმაციის გარდა ერთგვარი გასართობი ფუნქციაც აქვს. ეს ფუნქციონალი ინტეგრირებულია Nothing OS 3.5-თან და თქვენს გემოვნებაზე მორგების საშუალებას გაძლევთ. Glyph Matrix გთავაზობთ უნიკალურ ვიზუალურ იდენტობას და გამარტივებულ ინტერაქციას თქვენ smartphone-თან. ეს ფუნქცია განსაკუთრებით ეფექტურია screen time-ის მენეჯმენტისთვის. მნიშვნელოვან შეტყობინებებს არ ტოვებთ და ინტერაქცია გაქვთ საჭირო ინფორმაციასთან. მიუხედავად იმისა, რომ Nothing-ის smartphone-ებში ეს მოდელი ნამდვილად წინ გადადგმული დიდი ნაბიჯია, პრემიუმ ბრენდების ფლაგმანებთან შედარებით მისი მონაცემები ზოგიერთ ასპექტში ოდნავ სუსტია. თუმცა ყოველდღიურ ხმარებაში ეს ნიუანსები ნაკლებად შესამჩნევია. შემდეგი. ეხლა კი მოდი ვნახოთ, რას გვთავაზობს Nothing-ის CMF Watch 3 Pro. რა თქმა უნდა, ეს Nothing-ის პროდუქტია და თვალშეუძლებოდ მოგხვდებათ მისი დახვეწილი დიზაინი, რაც მის user interface-შიც განსაკუთრებით გამოიხატება. ამ მოწყობილობის მართვისთვისაც შეგიძლიათ გამოიყენოთ Nothing X App-ი. Nothing-ის smartwatch-ების წინა სერიებთან მიმართებაში display მთავარი მახასიათებელია, რომელიც გამოარჩევს ამ ახალ მოდელს. მას აქვს 1.53 ინჩიანი AMOLED ეკრანი, რომელიც კარგ კონტრასტს და ღრმა ფერებს გაძლევს. როცა საქმე ესეთ პატარა მოწყობილობასთან გვაქვს, მნიშვნელოვანია, რომ ეკრანზე გამოსახულება განსაკუთრებით მკაფიო იყოს. 300 Hz-იანი refresh rate, 670 ნიტიანი სიკაშკაშ და 326 პიქსელის სიმკვრივე შედეგად გვაძლევს მკაფიო და ნათელ გამოსახულებას. ეს საათი დაცულია IP68 სტანდარტით, ანუ საათი დასვლებისას არ დაზიანდება. Smartwatch-ი აქვს 350 mAh-იანი ელემენტი, რომელიც ყოველდღიური მოხმარებისას ძლევს დაახლოებით 6-7 დღე. ამ მოდელს აქვს GPS tracker-ი, heart rate და SP2 სენსორები, რომლებიც გეხმარება შენს ყოველდღიურ აქტივობებზე დაკვირვებაში. დამატებითი სპორტული რეჟიმებით უკეთ აკონტროლებს შენს ფიზიკურ აქტივობებს და API-ის გამოყენებით შეგიძლია გაანალიზო შენი მონაცემები და აწარმოო ჯანმრთელობის მონიტორინგი. თუმცა ეს მონაცემები აბსოლუტური არ არის, მაგრამ თუ კი გავითვალისწინებთ Nothing-ის ბრენდის მიდგომას, ვფიქრობ, ეს ფუნქციონალი კიდევ უფრო დაიხვეწება. სულ ეს არის. თუ კი მიგაჩნია, რომ ტექნიკა შენი პირადი აქსესუარია, გახსოვდეს, რომ Nothing-ის უახლესი პროდუქტები გელოდება ზუმერში. კარგად!